ვცდილობთ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ინფორმაციის დაზუსტებას, რატომ არ იმყოფებოდა ქართული ოცნების არც ერთი წარმომადგენელი ლიეტუვას სახელმწიფოს აღდგენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე. ეს საზეიმო მიღება გაიმართა რუსთაველის თეატრში და როგორც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, ქართული ოცნებიდან იქ არავინ იმყოფებოდა, ამას გვიდასტურებენ თავად სტუმრები, რომლებიც ტოვებდნენ საზეიმო მიღებას, იქ იმყოფებოდნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სამოქალაქო საზოგადოება, თუმცა არავინ ქართული ოცნებიდან და როგორც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია ლიეტუვას საელჩო მათ გაუგზავნა ქართული ოცნების პირველ პირებს მისაწვევები, თუმცა როგორც ჩანს და ეს თავად სტუმრებმაც გითხრეს, იქ არავინ მისულა. შეგვიძლია მოვისმინოთ ახლა როგორი იყო განწყობები სტუმრების, რომლებიც საზეიმო მიღებას ტოვებდნენ. Უბრალოდ ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელი ხომ არ გინახავთ ამ ღონისძიებაზე? ხელისუფლების არა. აი, რატომ თქვენი აზრით ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიება იყო და არავინ არ უნდა დასწრებოდა? მეც მაქვს ეს კითხვა. ეს რომელიც არის ჩვენი უახლოესი მეგობარი, ყოველთვის მხარდამჭერი, ყოველთვის ჩვენს გვერდით მდგომი. ნუ რა თქმა უნდა, კითხვა მომინდია ყველასთვის. საერთოდ არავინ შეგინიშნავთ? აბსოლუტურად არავინ. წესით უნდა ყოფილიყო კი. აი, რას ფიქრობთ, რატომ არის? ნუ მე მგონი რთული გამოსაცნობი და რთული მისახვედრი არ არის რა. როცა ირანის ღონისძიებებს ესწრებიან და ასეთ ღონისძიებებს ვერა, ეს რას ნიშნავს თქვენ? ჩვენი რთული მდგომარეობის მანიშნებელია კიდევ ერთხელ. დღესაც ერთმანეთის მეგობრები ვართ და ერთმანეთს მხარს უჭერთ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩვენ აქ ყოფილიყავით. ბატონო, როგორც წესი ასეთ ღონისძიებებს ხელისუფლებები ესწრებიან ხო წარმომადგენლები? ვინმე იყო ქართული ოცნებიდან, ან საგარეო საქმეთა სამინისტრო, ან მთავრობა, ან პარლამენტარები? მე არ მინახავ, შეიძლება არ ვიცნობ ამ ადამიანებს, ჩვენ მოგვესალმა ელჩი, ეს შემიძლია ვთქვა, მე შეიძლება არ ვიცნობ იმ ადამიანებს, რომლებიც წარმოადგენენ საგარეო საქმეთა სამინისტროს. სიტყვითაც არავინ გამოსულა. რა ხდებოდა, რა ღონისძიება იყო? ეს იყო ლიტვის თავისუფლების აღდგენის დღე და ჩვენი ისტორიის მსგავსი ისტორიის ქვეყანა და ძალიან მნიშვნელოვანია მათთან მეგობრობა. ჩვენ ვფიქრობთ, ასე დღეს არ იყო საჭირო, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ყოფილიყვნენ? აუცილებლად. ხელისუფლებიდან არ ყოფილა არავინ. საპატრიარქოდან იყო. საგარეო საქმეთა სამინისტროდან, თუნდაც მინისტრის მიერ. რო არ მოწონს ევროპა ისე ეფერა და ეხუტებოდა ყველას. აი, როგორ გონიათ ასეთ ღონისძიებაზე არ უნდა ყოფილიყო ვინმე ხელისუფლებიდან? ეს რა არიცი? მათ კულტურაზე მეტყველებს. ჩვენ თითქმის ერთნაირი გზა ქონდა გასავლელი პატარა ქვეყნებს, საბჭოთა კავშირის პატარა ქვეყნებს და ერთმანეთთან ესე რაღაც ხელჩაკიდებული, რაღაც ერთიანი პროგრამით, რაღაც ერთნაირი ერთმანეთის ესე ერთად უნდა დაგვეღწია თავი. აი დააღწიეს რა კარგად არის ბალტიისპირა. აი როცა ირანის საელჩოს მიღებებს ესწრებიან მათ ღონისძიებებს და ასეთ ღონისძიებებს არა, ეს რას ნიშნავს? აბა სირცხვილია. ძალიან მნიშვნელოვანი დღე არის, იმიტომ რომ ჩვენი ორი ქვეყნის ბედი ძალიან მჭიდროდ არის დაკავშირებული ერთმანეთთან. ეს იყო ერთიანი ბრძოლა რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ და ამ ბრძოლაში ჩვენი ლიტველი მეგობრები ყოველთვის საქართველოს გვერდით იდგნენ, არა მარტო ამ ბრძოლაში, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ლიტვა სწორედ სხვა ჩვენ მეგობრებთან ერთად ის პირველი ქვეყანა გახლავთ, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი ყოველთვის დღის წესრიგში ყოფილიყო. ქართული ოცნება კი თავის მართლების რეჟიმშია. დღეს ივანიშვილის პარტიიდან კამერებთან გამოჩნდა ჯერჯერობით მხოლოდ კახა კალაძე, რომელიც ამბობს, რომ თბილისის ანძა ნათდება ამა თუ იმ დროშის ფერებში, იმ შემთხვევაში მხოლოდ თუ რომელიმე ქვეყნის საელჩო მიმართავს მათ ამ მოთხოვნით და სწორედ ამით ამართლებს ის იმას, რომ ირანის ისლამური რევოლუციის წლის თავზე ირანის დროშის ფერებში განათდა რამდენიმე დღის წინ დედაქალაქის ანძა. კახა კალაძე ამბობს, რომ ლიეტუვას საელჩოში მიწვევის შემთხვევაში ის აუცილებლად მივიდოდა საზეიმო მიღებას. არ იყავით წარმოდგენილი არავინ პარტიიდან ლიეტუვას დამოუკიდებლობის არ ვიცი, როდის იყო. მე აი პირადად მაგალითად საერთოდ არ ვიცი, როდის იყო ლიეტუვას დამოუკიდებლობის. არანაირი პოლიტიკური არ ვიცი. ირანის ღონისძიებებზე და წლისთავებზე ხომ დადიხართ? კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე არ ვიცი. მე პირადად არანაირი მოწვევა არ მომსვლია. ალბათ ახლა ვერ დამესინი, მივიდოდი რა პრობლემაა, რატომ არ უნდა მისულიყავი რა პრობლემა. ეს არ არის გუნდის გადაწყვეტილება, რომ რა შოშია რატო რა ევროპული ქვეყნის და ლიეტუვას მათ შორის. იმიტომ თქვენ ხშირად აკეთებთ ხოლმე კრიტიკულ განცხადებებს, მათ შორის ლიეტუვას მისამართით, მაშინ როდესაც პარტიის არც ერთი წევრი არ ჩნდება. არა, კრიტიკულ განცხადებებს არ ვაკეთებთ. ჩვენ ქვეყანას ვიცავთ. ჩვენ ხალხს, ჩვენს კონსტიტუციას
ვინც არასწორად ეპყრობა ჩვენს ქვეყანას და ვისაც არასამართლიანი დამოკიდებულება აქვს საქართველოსთან მიმართებით. Რა თქმა უნდა, ჩვენ ვალდებულები ვართ დავიცვათ ჩვენი ქვეყანა, დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესები. ლიტვას დროშის სფეროში არ გაანათეთ თბილისის ანძა, თუ შეგიძლიათ გითხრათ რატომ და ზოგადად ანძის განათება როგორ ხდება? ხდება მომართვიანობა საელჩოს მხრიდან და შესაბამისად მუნიციპალიტეტი ანათებს ანძას. დამოუკიდებლად ჩვენ არაფერს არ ვაკეთებთ. შესაბამისად არ ყოფილა მომართვა და არც გაგვინათებია, რა ვიცი. ლიტვა საქართველოს ისტორიული მეგობარი ქვეყანაა, ის ყოველთვის განსაკუთრებით უჭერს მხარს საქართველოს ევროინტეგრაციას, საქართველოს ევროპულ მომავალს. სწორედ ლიტვას პრეზიდენტი იყო ერთ-ერთი, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, როდესაც რეალური საფრთხე არსებობდა, ის ჩამოვიდა თბილისში და დადგა რუსთაველის გამზირზე ქართველ ხალხთან ერთად, თუმცა ახლა ქართული ოცნება ლიტვაზე მის პირველ პირებზე არის გაბრაზებული, იმიტომ რომ ლიტვა უჭერს სწორედ საქართველოს ევროპულ მომავალს მხარს და ის პოლიტიკა, რასაც ახლა ქართული ოცნება ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგო დაწარმოებს, მათ მიაჩნიათ არასწორად.